საუდის არაბეთის საპორტო ქალაქ ჯიდაში ამერიკულ და უკრაინულ დელეგაციებს შორის გამართული მრავალსაათიანი მოლაპარაკებები კონკრეტული შედეგებით დასრულდა. მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ აღნიშნა, რომ უკრაინა 30 დღიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა და ახლა ისინი იმავე შეთავაზებით მოსკოვში გაემგზავრებიან. ამავე დროს ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ ხსნიან შეზღუდვას უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციისა და სამხედრო დახმარების მიწოდებაზე. ეს ჩვენ გავაკეთეთ შეთავაზება, რომელიც უკრაინელებმა მიიღეს. ეს გულისხმობს ცეცხლის შეწყვეტასა და დაუყოვნებლივ მოლაპარაკებებს, რათა ეს კონფლიქტი დასრულდეს გრძელვადიანი, მდგრადი შედეგებით და ითვალისწინებდეს მათ ინტერესებს, უსაფრთხოებასა და უფლებას, განვითარდნენ როგორც ერი. მინდა პირადად მადლობა გადავუხადო. ორივეს გვინდა მადლობა გადავუხადოთ საუდის არაბეთის სამეფოს, მის უდიდებულესობას ჩვენი მასპინძლობისთვის. მათ დიდი წვლილი შეიტანეს ამ პროცესში და ჩვენ მადლობლები ვართ. ვიმედოვნებ, რომ ამ შეთავაზებას ახლა რუსებსაც გაუკეთებთ და ვიმედოვნებთ, რომ ისინი ამას დათანხმდებიან. ეტყვიან კის მშვიდობას. ბურთი ახლა მათ მოედანზეა. განცხადებები გააკეთა უკრაინულმა დელეგაციამაც. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის ანდრეი ერმაკის თქმით, უკრაინამ კიდევ ერთხელ აჩვენა მსოფლიოს სათყოფნა გრძელვადიანი მშვიდობისთვის. მანვე აღნიშნა, რომ ახლა რუსეთის ჯერია უპასუხოს შეკითხვას, სურს თუ არა მოსკოვის მშვიდობა. ფიქრობ, რომ რუსეთის პასუხს მხოლოდ უკრაინა არ ელოდება, ამას მთელი მსოფლიო ელოდება. რუსეთმა ძალიან მკაფიოდ უნდა თქვას, უნდა თუ არა მათ მშვიდობა, უნდა თუ არა ამ ომის დასრულება, რომელიც დაიწყეს. დღეს უკრაინის პოზიცია აბსოლუტურად ნათელი და გასაგებია. და ახლა მნიშვნელოვანია, რომ ადამიანები მთელი მსოფლიოდან ამას გაიგებენ. ამ ომმა მრავალი კრიზისი შექმნა. მნიშვნელოვანია, რომ მთელ მსოფლიოში ესმოდეთ, თუ ვის სურს მშვიდობა. მოვლენებს გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც. ვიდეო მიმართვაში მან მნიშვნელოვანი ინფორმაცია გაავრცელა. მისი თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მზადაა უკრაინას სამხედრო დახმარებისა და სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება აღუდგინოს. დღევანდელი დიალოგის მნიშვნელოვანი ნაწილია ამერიკის მზადყოფნა აღადგინოს უკრაინის სამხედრო დახმარება, მათ შორის სადაზვერვო ინფორმაციის მიწოდება. როდესაც შეთანხმება ძალაში შევა, ამ 30 დღის განმავლობაში ჩვენ შეგვეძლება პარტნიორებთან ერთად დოკუმენტების დონეზე ვიმუშაოთ, მშვიდობის საიმედოობისა და უსაფრთხოების გრძელვადიანი გარანტიებისთვის. ჟურნალისტებთან ისაუბრა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმაც. მისი თქმით, ამერიკული დელეგაცია რუსეთთან შეხვედრას ძალიან მალე, რამდენიმე დღეში გამართავს. დონალდ ტრამპი აღნიშნავს, რომ ხედავს განსხვავებასა და პროგრესს ბოლო 28 თებერვლის შეხვედრასთან შედარებით. ის ხაზს უსვამს, რომ 30 დღიანი ცეცხლის შეწყვეტა ომის დასასრულებლად ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ ამ ომის დასრულება გსურს. ვფიქრობ, ძალიან დიდი განსხვავებაა ბოლო ვიზიტთან შედარებით, რომელიც თქვენ იხილეთ ოვალურ კაბინეტში. ეს იქნება სრული ცეცხლის შეწყვეტა. უკრაინა თანახმაა და იმედია რუსეთიც დათანხმდება. ჩვენ მათთან შეხვედრას მოგვიანებით ვაპირებთ და ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ შეთანხმების მიღწევას. ვფიქრობ, რომ ცეცხლის შეწყვეტა ძალიან მნიშვნელოვანია და რუსეთი ამას გააკეთებს. თუ ამას ვერ მივაღწევთ, მაშინ უბრალოდ გავაგრძელებთ და ხალხი დაიღუპება. უამრავი ადამიანი დაიღუპება. ორივე მხარე იმედოვნებს, რომ მოსკოვი ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდება, თუმცა რა მოხდება იმ შემთხვევაში, თუ კრემლი უარს იტყვის, ამერიკული დელეგაცია ამაზე ზუსტ პასუხს არ იძლევა. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა აღნიშნა, ბურთი ახლა რუსეთის მოედანზეა.